ამას ამ ვიდეოს წერახლა ემიგრანტებისთვის აი ნამდვილად ვცდილობ რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი შეხვდე ვესაუბრო გავიგო მათი განწყობები და მინდა ვთქვა ერთი რამე სხვათაშორის ჩვენ ქვეყანას ნამდვილად არ უწევია გადარჩენა თუკი ჩვენ ვერ მოახერხებთ ემიგრანტების უდიდესი ნაწილის დაბრუნება. ყველა რო არ დაბრუნება ამაში ეჭვმარება. მაგრამ რაღაც დიდი ნაწილის დაბრუნება მაინც თუ არ მოახერხებთ ჩვენ ისეთი დემოგრაფიული კატასტროფული სიტუაცია ქვეყანაში რომ რაჭაში და მაგრამ რაჭაში მოვისმინე უკვე ისვენა მოზამთრე რაჭველების სადიძრო აი რაჭაში სამთაში ორი კაცია დარჩენილი აი მათი სადიძრო ისვენა ასია ყველა სოფელი ასია თითქმის ყველგან ჩვენი დემოგრაფიული პრობლემა არის უდიდესი და უნდა დაბრუნდეთ ემიგრანტების რაღაც დიდი ნაწილი მაინც და ფიქრობ ახლა ფიქრობდი ნამდვილად არა მაგრამ ბოლომდე ეს საკანონმდებლო როგორ უნდა მოახერხოთ მაგრამ მე ვთვლი ასე როგორც საპენსიო ფონდია ადამიანს ხელფასიდან ექვიტება ხელფასიდან რაღაც თანხა სახელმწიფო უმატებს ნახევარს და იქნება მისი ფონდი ამ ადამიანის ფონდი მე ვფიქრობ რომ ნამდვილად საკანონმდებლო ცვლილება მისაღები უფროსწორად ახალი კანონია მისაღები როდესაც ემიგრანტის გადმორიცხული პირობითად ვაღობა 100 ევროდან 1 евро ჩამოიჭრება მიდის ფონდში სახელმწიფო კეთილინებოს და ჩვენ კისერზე არსებობენ და 1 евро დაამატოს იმ ადამიანის სახელზე და გვარზე ანუ მას 100 ევროზე უკვე საქართველოში იქნება 2 евро რა თქმა უნდა ეს უნდა მოხდეს ემიგრანტების აი კომისია უნდა იყოს რომელიც ამას შეამოწევს და არა ისე როგორც ეს შეშამენ ჩვენი ქართული ფულები საპენსიო ფონდებიდან და ყველა ემიგრანტის გადარიცხული ფულიდან უნდა შეიქმნას ეს ფონდი სადაც აკუმულირება გაკეთდება იმისი თანხების და შემდეგ ამ ფონდიდან უნდა მოხდეს საწარმოს გახსნა რაღაც ბიზნესის წამოწყება და ყველა ემიგრანტს ექნება აქცია იმაში შესაბამისად იმისა რა ფულის გადაიხადა რა ფულის საქართველოში გააგზავნა ეს იქნება და მე ახლა ყველას რო ვისაუბრები და მათ მდგომარეობაში შევდივარ ბიჭო იქ რო ცხოვრება არ მივარგოდა და ვერაფერს ვერ მივახცენ მითო გამევიქეცია აგანე ცლობით დაჯვადამპირდა რაცაც მივახციე რაღაცა ვქენი და ახლა მეუბნებ წამოდი ისევე იმ ნაგავში ისევე იქ დევიწყო იწვალება ამიტომ ბევრი ემიგრანტი არ დაბრუნდება თუ მას იქ არ ექნება ხელახლა ნორმალური ცხოვრების საშუალება ვინ დებილი მიაწოდებს აგერ ბელგიას და ბრიუსელს სადაც სიმწირთ მიაღწია რაღაცას და წავა ისევე იმ ჭაობში ნუ დავიჯერებ თუ ეგ ასე იქნება ამიტომ ყველა ემიგრანტს იქ უკვე რაღაცნაირად ცხოვრების დაწყების საშუალება თუ არ მივეცით ჩვენ ვერ დავუბრუნდით ემიგრანტებს და მე ახლა ეს ზოგადად გავაკეთე ზოგადად ვსაუბრობ მოდი ემიგრანტები ვარ ვიფიქროთ ამ თემაზე როგორ დავხვეწოთ ეს რომ ახალი ხელისუფლების ხელში უნდა მოხდეს და ამ ხელისუფლების ხელში არ მოხდება ესეც ფაქტია ხო და დავიწყოთ ემიგრანტები ამაზე ფიქრი ვისაც სამშობლოს დაბრუნება უნდა და დავიწყოთ იმაზე ფიქრი როგორ ჩამოვარდოთ დედა აფეთქებულები მე დავაზრდ მე არ მომბობ რომ აი მე ვარ ახლა და რაღაც სასწაული ეს ჩემი მოფიქრება ჩემი აზრია და ვიკამათოთ ამ თემაზე მარტო ტროლებს უნდა უთმოთ ადგილს ყველა ემიგრანტი შემოდი და თქვენი აზრები მოგვაწოდოთ მადლობ ყურადღებისათვის